ეს არის ტირიფი, რომელსაც აქვს აი ასეთი პრობლემა, ალბათ თქვენ ხშირად გინახიათ ამ ან სხვა სახეობის ტირიფზეც აი ასეთი დაჭმუჭნული ფოთლები ასეთ მდგომარეობაში და კაცი იკითხავს რა სჭირს მას. გაითვალისწინეთ რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ან ვირუსული დაავადება, ან მავნებელი ტკიპის სახით, ან სოკოვანი დაავადება. აი შეიძლება იქნეს ამისი მიზეზი. ასეთ შემთხვევაში ნახეთ რა ხდება, აი როგორ მოიცვა და თუ მავნებელმა აი ესეთ სახით პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ეს უნდა მოიჭრას. ყველგან სადაც კი მცენარეზე ამას ნახავთ, ყველგან უნდა მოიჭრას. თელს მცენარეზე. ამის შემდეგ თქვენ ეს მცენარე უნდა დაამუშავოთ ინსექტიციდით, ტკიპების წინააღმდეგ, ან სხვა ინსექტიციდით, რომელსაც აქვს კონტაქტური სისტემური მოქმედების უნარი და ფუნგიციდით. აუცილებლად უნდა დაამუშავოთ არანაკლებ ორჯერადი. ესე იგი პირველი შეწამლა, შემდეგ კონტროლი. და თქვენ შედეგს მიაღწევთ იმ შემთხვევაში, თუ ყველას გამოჭრით და გააკეთებთ მცენარეების დამუშავებას. დაახლოებით 1 წლის შემდეგ თქვენ მიიღებთ სუფთა მცენარეს. გაითვალისწინეთ ეს პირობები და თქვენ გექნებათ ჯანმრთელი მცენარე.